მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა არის ეთერში და დღეს გვაქვს განსაკუთრებული ხაზი არჩეული, სამოგზაურო, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდისა და მოგზაურობის სინთეზი ერთად, იმიტომ რომ დალი ჩიტალაძეს ვინც ხედავს, სადმე ეკრანზე იქნება თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ან ვინც უსმენს თუნდაც რადიო ეთერში, რა თქმა უნდა, პირდაპირ ასოციაცია ჩნდება მოდასთან და სილამაზესთან დაკავშირებით. სწორედ დალი არის ჩვენი სტუმარი, ჩვენი კოლეგა, მოდის ექსპერტი, სილამაზის ექსპერტი და უბრალოდ ძალიან კარგი მეგობარი და ადამიანი. დალი, მოგესალმებით. გამარჯობა. მიხარია რომ ჩვენი ინტერვიუ შედგა, იმიტომ რომ ეს არის რეისებსა და რეისებს შორის, ზუსტად ამერიკისა და სხვა ფრენებს შორის დაგეგმილი და დაჯავშნილი 20 წუთი ჩვენი ეთერისთვის და მადლობა ამისთვის. კი ბატონო, მე ძალიან მიხარია, მარიკა, იცი, ჩემი პატივისცემა შენს მიმართ, შენი ნიჭის, შენი ადამიანობის, შენი გადმოცემის უნარი, შენი ლოგიკის, რა ვიცი, ყველაფერი მომწონს შენი. შემრცხვա, დიდი მადლობა. ასევე გიდასტურებ ჩემ პატივისცემასა და აღფრთოვანებას და სწორედ ამიტომ მინდა რომ ჩვენს გადაცემაში მოდური აქცენტი შემოიტანოთ მოდისა და მოგზაურობის სინთეზზე. ხო არის ერთმანეთთან კავშირში? აუცილებლად. ეხლა ნახე. ჩემთვის მოგზაურობა არის ჩემი, აი ვიცი, დიდი ზრდა. საერთოდ მე ვთვლი, რომ მოგზაურობა ადამიანს ზრდის, შინაგან სამყაროს, მის შინაგან რადიუსს, თვალსაწიერს, იმიტომ რომ მოგზაურობით სწავლობ რაღაცა ახალს, იცნობ ახალ ადამიანებს, ეცნობი ახალ კულტურას, აგემოვნებ მის სამზარეულოს. ეს ყველაფერი ადამიანების კულტურასთან, ამასთან შერწყმა ისე გამდიდრებს და ისე აი ცაში გწევს რო იტყვიან რომ აი ასეთი ვარ. ნუ აი მე დედაჩემს ერთხელ უთხარი რომ დედა მეთქი საგვარეულოში ჯიში ხوار ყავს ვინმე ბოშა. ხარი მითარ ბოშათა ბანაკი. აი ზუსტად აი როცა აი ვალაგებ უკვე სამოს ტანსაცმოს და რომ ვემზადები ჩემოდნებში ჩასავაგებლად, აი ხوار კარხასიაძე უკვე და აეროპორტის სუნი რომ ესმის უკვე ვარ აი რაც არ უნდა პრობლემები მქონდეს ყველაფერი მავიწყდება და ვიწყებ რაღაცნაირად აი რაღაცა ახალი დღე და ახალი ცხოვრება იწყება. ხმები რომ შემოდის attention please და რაღაცები რომ იწყება უკვე ზუსტად. ვალაგებ ჩემოდნებს. ახლა შემდეგი შეკითხვა, რა შეიძლება ხალხო, რა ჩემოდანმა დაიტიოს დალი ჩიტალაძის გარდერობით თუ სადმე მიდის სამოგზაურო? არა ხო არა, ეს ძალიან ეს არის ხოლმე, იმიტომ რომ სულ არის ჩემი ესეთი კარგი გაგებით დაცინვა, კარგი ჯანსაღი დაცინვა, იმიტომ რომ მე რომ მივდივარ მე და ჩემოდნები. ან სპეციალურად თუ იქიდან მოვდივარ ხოლმე, იყო პერიოდი რაღაცა კაი დრო რო იყო ჩემ ცხოვრებაში, ცალკე ჩემოდას ვიძენდი საჩუქრებისთვის. აი ეს ძალიან მოყვარს, ეს კიდე ჩემი შოპინგის რო საჩუქრებს, გარდა იმისა რომ სიამოვნებას გვრის რომ ჩემთვის რაღაცა ახალი შევიძინო, ის რომ ჩემს მეგობრებს და ჩემს საყვარელ ადამიანებს რაღაცა უნდა წამოუღო საჩუქარი, აი ეს კიდე სულ სხვა სიამოვნებას მგრის და ცალკე ჩემოდანი არსებობდა საჩუქრების. როგორ ხდება ჩალაგების სორტირება? ფერებით, ლუკებით, სეზონით? მოგზაურობის დროს ყოველთვის ვითვალისწინებ და რამის მეც რჩევა იქნება. ისე რამდენი დღით მიდიხარ და რამდენი დღე აუცილებლად ამედის პროგნოზს უყურებ და იმის მიხედვით ვაწყობ ლუკებს, ავაწყობ ლუკებს, რომ იქ არ დავხარჯო ამის ფიქრში დრო, იმიტომ რომ იქ უკვე ხარ კონცენტრირებული სხვა რაღაცაზე, ან მიდიხარ რაღაცა გამოფენაზე, ან რაღაცა პრემიერაზე. ახლა მაგალითად უნდა წავიდე ნიუ-იორკში და უნდა ჩავწერო კარგი სიუჟეტები, სხვათა შორის ესეთ ჩვენ ქართველ მოქალაქეებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ და სხვათა შორის მოდის სფეროში და ხელოვნების სფეროში აქტიურად მოღვაწეობენ. და ხო, მინდა რომ იცნობდეს ჩვენი მაყურებელიც, რომ ესეთი ადამიანები არის და ყველას ერთი და იგივე კითხვა უნდა დაუსვა, როდის დაბრუნდებით. ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს საქართველოს ჭირდება ესეთი ნიჭიერი ხალხი. და მე იმასაც ვიტყვი, რომ თუ ყველანი წავედით, ვიღა დავრჩებით და ჩვენ საქართველოს ვინ განავითარებს და ვინ აიყვას იმ საფეხურებზე, იმ სიმაღლეზე, რაც ჩვენ ქვეყანას ეკადრება. ძალიან სწორია. და ერთი მინდა გავიხსენო, მე რო ემიგრაციაში წავედი, ახალი ჩასული ვარ ნიუ-იორკში და როცა შემოდის ჯანსუღ კახიძე.
ჩვენს მე დავიწყე ეს რესტორანი იყო იქ უკრავდი და მღეროდი ჩემს რაღაცა რომანსებს ქართულად მღეროდი ეს გიждდებოდნენ ამ ქართულ რომანსებზე და ნუ ჩემი პირველი სამსახური იყო იმიტომ რომ ჯერ საბუთები არ მქონდა და ესე შემიკედლეს რო იტყვიან სხვათა შორის ძალიან მაგარმა ცოლ-ქმარმა და ესე ვიყავი რა როგორც საკუთარ ოჯახში ისე გზნობდი თავს და თუ მითხეს რომ საღამოსო მოდიანო ძალიან ცნობილია თქვენი ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი მოდის და ვინ მეთქი და რომ მითხეს ჯანსონ კახიძე გავხდით ცუდად ახლა რატო როგორ გინდა იცი რატო იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე ვიყავი ორკესტრობას მასწავლიდა კონსერვატორიაში და ყოველთვის ძალიან პატივს ცემდა და ძალიან ისეთი ის იყო განწყობილი ჩემს მიმართ მოწონდა მე რასაც წერდი როგორც ნუ აი რაღაცა საკომპოზიციო ნაწილიც და ხო კი და ეს გამოხატვის საშუალებად რომ ეს ყოველთვის იყო ჩემში შერწყმული მოდა და ხელოვნება ერთად იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მოდა არის ხელოვნება და შემოდის და რომ ხედავს და აი ის როგორც ის არის ხო ეს შენც ბრუტ აი ბრუტუს შენც დალი შენც აქ ახარ ვიღა დარჩა აქ ეს იყო 90-იანი საშინელი წლები გაქცევაზე რო იყო ყველა რო გაქცე ვიღა დარჩა საქართველოს რა შველება შენერი ნიჭიერი ადამიანები და ლამაზი ადამიანები რომ გამოვლენ ქვეყნიდან ვიღა დავჭებით საქართველოში ისეთი აი გულა მოსკნელი ისეთ ცუდად ვიყავით ცრემლები წამომივიდა და მე მთელი საღამო ერთმანეთს ესე კომპლიმენტებით ვარსებდი აი მე მეორე დღეს დავესწარი სპეციალურად დამპატიჟა მის დირიჟო კარნეგი ჰოლში დირიჟორობდა ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას ეს იყო ხალხო რაღაცა სასწაული ამის იყურება ეს იყო აი მეფისტოფელი იდგა სადირიჟორო პულტთან და აი თავისი პლასტიკით თან როგორი ქონდა ეს არტისტიზმი ვიზუალური ეს იყო რაღაცა და ხალხი იდგა ფეხზე და იდგა და ესე დიტაშს უკრავდა აი რაღაცნაირ დაშ და აი მე მაშინ კარაიანი ცოცხალი იყო და ფეხზე იდგა სხვათა შორის და კარაიანი იქით უკრავდა ტაშს წარმოიდგინე რაზე იმის მონაწილე ყოფილხარ ჯერ კიდევ რომელ წელს აი მაგიტო ვიძახი ნახე აი ქვეყნიდან გასვლა მეც ისე ჩემი ემიგრაციაც მივიღე ის რომ რაღაცა მივიღე ის რაღაცა წინსვლა ის გაზრდა ჩემ თავში მეტი თავდაჯერებულობის შეძენა რაღაცა გავიზარდე პიროვნულად სულიერად და ჩამოვედი და დაბრუნდი ხო და აი ეს მიდგომა ძალიან სწორია და რაც აი მოგზაურობა ამას უნდა ემსახურებოდეს არა ემიგრაციას. ნუ კარგია, შეიძლება 1-2 წელიწადი ნახე, მე უფრო ემიგრაციას ვეთანხმები ემიგრაციას კი არა, რომ მიდიან ბავშვები სასწავლებლად. ეს არის ყველაზე კარგი. მაგრამ ის მოახმარა სტუდენტები სკოლაში მეწოდებიან ბავშვები, იმიტომ ეს სტუდენტები უკვე რომ იძენენ რაღაცა სიახლის ხვანაირ ტიპის განათლებას და ეს ყველაფერი რომ წაადგება ისევ ჩვენ ქვეყნის განვითარებას. აი ამას ვეთანხმები. ხო, ეს ძალიან სწორი და კარგი მოწოდებაა და ჩვენი მოკითხვა და იგივე სურვილები ემიგრანტებს რომ მათ თავიანთი რესურსი და ცოდნა უნდა მოახმარონ საქართველოს და დაბრუნდნენ. ხო და იმას ვამბობდით რომ დღეების და გეგმის მიხედვით ეწყობა გარდერობი. გასასვლელი გარდერობი თავისი მოცულობით და ასე შემდეგ. ოღონ მეგობრებო, მე დეტალს აღნიშნავ თუ შეიძლება. დალი ჩიტალაძე მხოლოდ ის კი არ არის, რასაც ვხედავთ მაგალითად ფოტოში თუ კადრში, როგორ აცვია. ეს ხომ ყველაფერი აწყობილია. მაგრამ აი ხა Facebook-ის ვიდეო ნაწილში ჩვენთან მაყურებელი დაინახავს რომ მაგიდაზეც კი არის გაფენილი ესეთი ულამაზესი ჭრელი კაშნე როგორც დეტალი, ხო და აი ეს შარფი, ხო თითქოს არაფერი, მაგრამ აი ესეთი მიმოფენილი დეტალებიც არის საერთო ამ ხელოვნების ლუკის ნაწილი, ხო ესეა. ხო ესეა. თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთმა დეტალმა, ფეხსაცმელმა, შარფმა, ყელსაბამმა, ჩანთამ შეიძლება შეცვალოს აბსოლუტურად აი შენად გაცვია, უცებ აი სხვა დეტალი დაგაჭერდა და სხვა გამოვიდეს. სხვა გამოვიდეს. რომელი ქვეყნის სტილი არის ყველაზე ახლობელი დალი ჩიტალაძესთან? იცი რა, ხო იძახიან ხოლმე რომ ნიუ-იორკს თავის სტილი აქვს, პარიზს თავის სტილი აქვს, ლონდონს თავის სტილი აქვს. ერთადერთი რაღაცა აერთიანებს ამას ყველაფერს, ეს არის ელეგანტობა. და მოგზაურობის დროსაც უნდა იყო ელეგანტური. რაც არ უნდა ქაოსური იყოს რაღაცა. ხო, აი რაც არ უნდა ვიცი რომ მithumetes ამერიკაში რომ მიფრინა, ნუ თითქოს აი 24 საათი გზაში ხარო, ხო? და რა თქმა უნდა უნდა გეცვას კომფორტულად. ხალხის დიდი ნაწილი პიჟამოთი დადის. ხო, არა, ასე არ ესე არა. არა. აუცილებლად მაცვია ჯინსები. ეს არის ყველაზე კომფორტული ჩემთვის სამგზელო. ჯინსები, ოღონდ ისეთი კი არა ძალიან მოჭერილი, თავისუფალი ჯინსი,
აუცილებლად ბოტასები, აუცილებლად, იმიტომ რომ ფეხი სიმდება და აუცილებლად მაისური კოტონი, რომელიც შეიძლება რომ ერთი კოტონის მაისური ჩავაგდო ჩანთაში და აუცილებლად უნდა მქონდეს ქაშმირის სვიტერი ან შარფი. იმიტომ რომ ძალიან ცივა თვითმფრინავში ხანდახან. და ზაფხულშიც რომ მიფრინავ, აი მაშინაც კი გინდა ერთი ქაშმირის დეტალი. აი რამე ჟაკეტი პატარა რომ შემოიც, იმიტომ რომ საშინელი კონდიციონერის ის არის, რომ პირი გიშრება, ყველაფერი გიშრება. ხო ის ცალკე ის არის, რომ იქ იმის კრემი, ამის კრემი, იმაში მიდეს და რა თქმა უნდა, სამგზავრო იმაში გადაღებული, იმიტომ რომ კანი ძალიან შრება. წყალი აუცილებლად უნდა დალიო და აუცილებლად გზავრობის წინ სვავ 1000 მგ ვიტამინი C და თან მაქვს მელატონინი, იმიტომ რომ ნუ მაგ დროს სტრესში ხარ, ძილის ისენი არ გამოიყოფა ჰორმონები, მოკეთ ეს კიდევ კომპლექსი ყოფილა, ესე იგი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა ვიყო კომფორტულად, უნდა დატენიანებული მქონდეს ხელიც, სახეც. ახლა თუ არის იმისი ფუფუნება, რომ გზავრო ბიზნეს კლასით, რა თქმა უნდა, ახლა იქ სხვანაირი და ისეთი უმტკივნეულოდ სტრესის გარეშე, მაგრამ ამ ჩემ მოგზაურობებს იმდენი ისინი აქვს კურიოზები, რომ აი არის. რატო? დაგვიანების არის ეს კურიოზები, აუცილებლად. აი ახლა ბოლოს გეტყვი, ბოლოს რომ ვიყავი, ესე იგი ჩამოფრინდი ნიუ-იორკი და სტამბოლის აეროპორტში ვარ და ვზივარ და ველოდები ხა ცოტა 6 საათი იყო, იქ წავედი, აქ წამოვედი, ხა ხო იცი დროს გასაყვანად ყველა მაღაზიაში შევდივარ, ყველაფერს ვათვალიერებ. კარგია რომ იმის საშუალებაც გქონდეს ყველაფერი შოპინგობა. არა მხოლოდ დაათვალიერებ, ხო? მაგრამ იქ არის კოსმეტიკა, რაღაცა წვრილმანები თან ამას ყიდულობისა ერთობი და ნუ ხა დავიღალე უკვე ამდენი იმითი და დავჯიქი ახლო გეიტთან, უფრო ესეთი კომფორტული ესეთი სავარძლები იდგა, მეთქი იმას დავждები, ცოტა ფეხს დავასვენებ და გავითიშე. დაგეძი. და გაფრინდა თვითონ. არ გამაგიჟ, გამოფრინდათ, ანუ სტამბული, თბილისი გამოფრინდა. გამოფრინდა და როგორი უბედური ვიყავი, რომ გაიხვეცე. თან როგორ იცი რომ ესე მიმიკეტეს კარები, დავთავრდა ბორდი, აი ვეხვეწები, აი აქა ვარ, არაო, იმიტომ რომ თქვენი ბარგიო არ არისო, ატანილიო და ამიტომ ვერ გაფრინდებით და მომიწე ახალი ბილეთის ყიდა. კარგი რა. ერთი ჩაძინება რა, რამდენად დაგიჯდა. დროც, ფულიც, ყველაფერი, ხო, ნუ აი ესეთი და ახლა მეუბნებიან რომ მიფრინავ ესე რა ქვია, გეხვეწებიო, მაგვიძარა დააყენეო, ყოველ 9 საათში ერთხელ რომ არ გამოგჭეს კიდე. არა მე ვთქვი, ეს ისეთი შოკი განვიცადა. აი მე თვალები რომ გაახილე რა იქნებოდა სარეგეიც. არა, თან იცი რა არის, ხო არის ხომ რომ რეისმა დააგვიანა, ან შორს არ დიდი აეროპორტია, ვერ მიასწარი, მისვლა რა. მისული რო ხარ. მისული. ხაიმე. არა ეს იყო ძალიან ისეთი რა, ნუ მე რა ურეკავ ჩემი იმას რა ქვია, travel agents და ვეუბნები რომ გეხვეწები მეთქი მიშველეთ, იმიტომ რომ ხო იცი ჩამოდი ხო კაპიკი ფული არ გაგი გზად. უკვე დახარჯული ყველაფერი. გეხვეწები სანამ ჩამოვალ მიშველე ბილეთი გავოფიცერი კვებოდეს. კიდევ კარგი რომ სტამბული თბილისი იყო და არა ნიუ-იორკი სტამბული. ხო, არა ის უკვე დიდი რეისის გამოტოვება, ხო, აი ეს. ეხლა რა მაინტერესებს, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში უფრო მეტად ნიუ-იორკი ჩანს და ეს არის დალისთვის საყვარელი მიმართულება, თუ რეალურად გულით და სულით სხვა ქვეყნის კულტურა, ჩაცმა, მოდა, გემოვნება უფრო გიზიდავს, მაგრამ მაინც ნიუ-იორკში უფრო გიზიდავს. არა, იცი რა ხა მომიწია ზედიზედ ნიუ-იორკში წასვლა, იმიტომ რომ იქ რაღაც ჩემი საქმე ხო მოქალაქე ვარ ამერიკისთან. ორმაგი მოქალაქე ვარ საქართველოს და ამერიკის მოქალაქე. ნუ იქ რაღაც ჩემი რაღაც საქმეები მაქვს, ის დასამთავრებელი, იმას მოვაგვარებ და უბრალოდ მე კიდე მქონდა ახლა რომ ბალიზე მინდოდა ახლა წასვლა, მაგრამ ნუ გადამედო, იმიტომ რომ კიდე მომიწია ესე წასვლა და არა, იმიტომ კი არა რომ ვგიჟდები, ნიუ-იორკი ერთ ჩემი მეორე დედაქალაქია. როგორც თბილისი მიყვარს, ისე მიყვარს ნიუ-იორკი. აი ეგ კარგი აქცენტი, ანუ ამერიკა კი არა და კონკრეტულად ნიუ-იორკი. ამას გულისხმობ, ხო? კონკრეტულად ნიუ-იორკი. თავისი ნიუ-იორკი არის კიდე სხვა პლანეტა ჩემთვის, იმიტომ რომ სხვა ცივილიზაცია, სხვა, აი მე როგორ აკიხსნა. აი ხომ არის, აი იმიტომ კი არ მიყვარს, ოი დიდი სათავჯენებია და რაღაცა და ის განსხვავება. არა.
აი სათავჯენები მინახია ახლა არ ყოფილვარ იაპონიაში და ჩინეთში აღმოსავლეთში ვარ წასასვლელი იქ, იმიტომ რომ ეს ჩემი ის არის, ნახე, ჩემი მიზანია საერთოდ ცხოვრებაში. არ მაინტერესებს არაფრის დაგროვება, არც ფულის, არც ამაკ იმდენი რომ დავაგროვო, ჯერ რაც მაქვს ის უნდა დავხარჯო, თქო წინასწარ ხარჯავ. მაგრამ პრინციპი და ხარჯვის. პრინციპი ხარჯვის მე ახლა აბსოლუტურად მაქვს ორიენტირებული ვარ, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება უნდა გავატარო მოგზაურობაში. მინდა რომ ვნახო დედამიწა. მე ვარ კოსმოპოლიტანი, აი სულით და გულით. და რო დაგინახავ ხოლმე რომ იქ ახარ, აქ ახარ, თეთრი შურით, ვაიმე მარიკ. მართლთან იცი ხოლმე შენ კარგად გადმოცემა ამის. ცდილობ. ხო და ეხლა რახან იცი რა, მე რო ვცხოვრობდი მაშინ ამერიკაში, არ იყო სოციალური ქსელები, არც ციფრული სამყარო, მაშინ ესე იკიდებდა ფეხს, ხო 90-იანები 2008-ში ჩამოვედი აქ. ნუ ესეთი იყო, აი დაწყებული იყო ციფრული სამყარო. და აი ახლა რომ არის, ახლა მithumetes რომ მივდივარ რაღაცა ვლოგებს დებუკა ჩემს ნიუ-იორკს ვაჩვენებ ხოლმე და ეს მომწონს, მაგრამ იგივე მინდა გავაკეთო აი რომ წავალ სხვა ქვეყნებში, აი აღმოსავლეთი მაქვს ანახავით ხო, აი საინტერესოა აღმოსავლეთ კულტურას როგორ მოირგება. აი ძალიან, აი ხო, აი მაგას ვიძახდი რომ ნიუ-იორკი ხო არ, იმიტომ კი არ მიყვარს ეს სათავჯენები არა. აი ხომ არის სათავჯენი იაპონიაში, ჩინეთში, რა ვიცი, ჰონკონგში, რა ვიცი, ხა მთელი სოფლია, კი არა დუბაიში ცალკე. დუბაიცა, ამხელა ის ინდუსტრია და ესეთი ქალაქი აშენდა, ხო? მაგრამ ნიუ-იორკს აქ რაღაცა სხვა შარმი, ის ხიბლი, რომელიც რო ჩადიხარ, ნიუ-იორკი ესეთი ქალაქია. ან უნდა შეგიყვაროს ნიუ-იორკს და შეიყვარო შენც, ან უნდა არ მიგიყოს ნიუ-იორკი და შენც ვერ მიიღებ. აი ესეთი გამოთქმაც აქვს ნიუ-იორკელებს, if you cannot make it in New York, you cannot make it anywhere. Anywhere, ანუ თუ აი ნიუ-იორკმა მიგიღო მთლიანად და შენც აი აღიქვი ნიუ-იორკი როგორიც არის ისეთი, აი რაღაცა სხვანაირი სუნია, აი სხვანაირი ჰაერი ტრიალებს, აი ჰაერში ტრიალებს თავისუფლებს. ნიუ-იორკი არის თავისუფლების ჩემთვის დედაქალაქი. რა საინტერესო. იმიტომ რომ გაქვს ყველაფერია, ან აღარ. ხო, გაქვს ფული, არა გაქვს ფული. აი იქ რო გავდიოდი, აი იმაში, ჩემს აი მაგალითად ცენტროპარკის შესასვლელი მიყვარდა, იქ ვცხოვრობდი ახლოს, რომ იქ რო ვცხოვრ. აი რო დავждებოდი, ავიყებდი Starbucks ყავას და წავიდოდი ფიქრებში, всё, აი ვყავი ბედნიერი. უკვე შეიკრა რომ ვაიმე რა ბედნიერება. იქ ქუჩაში რო გადიხარ გეუბნებიან კომპლიმენტს. არ არსებობს რომ აი დაინახო რაღაცა ცოტა განსხვავებული ან რაღაცა სხვა და ის არის. ესე იგი რაღაცა პერიოდი რომ დიდხანს ვერ წავედი, აქ იყო რაღაც ისეთი მიზეზები რომ ვერ მივდიოდი ნიუ-იორკში, ჩემი ოჯახის გამო და აი გენატრა. არა და რო ჩავედი, აი რაღაცა 15 წელი არ ვიყავი ნამყოფი წამე, ის ხო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი და ტკივილი. და რო წავედი და რო გავიარე ქუჩაში და უცებ ხალხი რომ oh my god, რო გიყვე I love your look და oh my god, I love your shoes. რაღაც უცებ გამოფხიზ და მივხვდი რომ ისევ აქ ვარ. თითქოს ის 15 წელი არ გასულა. ის რაც გვაკლია მაგალითად თბილისში, რომ თვალეთ კომპლიმენტებს არ ვეუბნებით და ის რაც გვაკლია რომ გავიაზროთ რომ ამ წუთას მე კარგად ვარ. აი აქ ვზივარ, ყავას ვსვავ და კარგად ვარ. ცხოვრობენ დღევანდელი დღის. აი ეს დანაკლისი გვაქვს. და მე და ხოთაშორის იქიდან გამომყვა მე რომ აი პიროვნული ჩემის და ის იყო რომ ზუსტად მე ცხოვრობდი დღევანდელი არ ვიშლით რაღაცა აი პრობლემები რომ დაიწყო ჩემს და ოჯახში რაღაც გინდა ჯანმრთელობის გინდა რაღაც ეს ყველაფერი ყოველთვის მეკითხა დალიო რანაირად ხარ ესე დღეს ხო კარგად აი დღეს ღმერთი დღეს აი ეს დღევანდელი დღით ვიცხოვროთ ვიმოგზაუროთ ვნახოთ ეს ჩვენი ლამაზი დედამიწა აღიქვათ იმიტომ რომ ისეთი ცოტა ხანი გვაქვს მოცემული ამ ქვეყანაზე ცხოვრებით ამ სილამაზეში ამ ულამაზეს დედამიწაზე და იმდენად ცოტა ვართ ადამიანები და გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიმოგზაუროთ, პატივირცეთ ერთმანეთს და ნუ შევჭამთ, ნუ დავჭამთ ერთმანეთს. გინა პოლიტიკის გულისთვის, ან რაღაცის გულისთვის, ვაპატიოთ ერთმანეთს. არავინ არა ვართ სრულყოფილებები, ხო? აბსოლუტურად მართალია. და nobody is perfect, რასაც ქვია და ხო, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორიც ვარ და შევიყვაროთ და ამიტომ ყველა ადამიანში არის კარგიც და ცუდი. შევიყვაროთ ის კარგი,
რაც გვაქვს. და მივიღოთ ის გაილევა. ეს ჩაცმაც და ისიც ამას ყოველთვის ხომ იცი რატო მავშვები რა ქვია, რატო შევიცვალე პროფესია ქვია ამას, რატო გადმოვედი ამ მოდის სამყაროში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს სამოსი მივხვდი რომ ესეთი გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება არის გინდათ შემოქმედებითად. ხო, და გამოხატავს რაღაცა მომენტი, განწყობასაც, რა თქმა უნდა. გემოვნებას. აი მას რაღაცა ეს მუსიკის წერას დავანებე თავიო, იქ იყო მილიონი მიზეზები მაქვს ამის რაღაც რომ აი რაღაცა ინსტრუმენტა ვეღარ დავჯექი რაღაცა ჩემი არქეტის გამო სიცოცხლეზე ვიჯერ. აი რაღაცის ყოველფრის გამო ეს გახდა ჩემი ერთ-ერთი კიდე გავთვით გამოხატვის საშუალება და კულინარია. კვება და კულინა, ორივე გამოხატვის საშუალებაა. რა გაცვია და რასაც, აი იმიტომ მიყვარს ხოლმე გავეცნო ქვეყნის რაღაც განსაკუთრებულ კერძებს, რომ მინდა ხოლმე, იმიტომ რომ ისინი ამას აკეთებენ ისეთი სიყვარულით გაცნობენ, სიყვარულს გიზიარებენ, გაიგე და მეც ესე ვფიქრობ, რომ აი ეს კულინარია არის სიყვარულის გაზიარება. აი მე ჩემ მეგობრებს რა უძახი რომ მოდით რაღაც მარტო ჭრმა არ შემიძლია. ეს უნდა მოხდეს. თუ ვიცი რომ მარტო ყველა დაკავებულია რაღაცა ჩემთვის ივენთი. აი გეუბნები რაღაცას ისე უცებ და ეს ბოსნეული სალათა რაღაცა ავოკადოს დავაჭი და ეს ერთ ჩემი ვახშე მორჩი. გადასარევი. თორე ახლა თუ მინდა რომ რაღაცა კერძი გავაკეთო და გამოვაწყო უკვე უძახი დღეს რესტორანი გახსნილია. ობრძანდით გელით დალი, ხო? სანამ დავემშვიდობებით ერთმანეთს, მანამდე მინდა ვიკითხო ესეთი რამ. იმ შემთხვევაში თუ არის თავისუფალი არჩევანი, აი ბოლოს შეკითხვა ესეთი იქნება. ნიუ-იორკში ნაცხოვრები, ნამყოფი ბევრჯერ ყველაფერი მოლეული, ასე ვთქვათ. აი დედამიწის რომელ წერტილს დაადებდით? სადაც აი ყველაზე დიდი ინტერესით გაემგზავრებოდი. ძალიან მაინტერესებს იაპონია და მისი კულტურა. აი გიჟდები, აი ჩემი ოცნება რომ იაპონიაში ჩავიდე. და ვნახო კიდე ამის მერე პირველ რიგში ისტორია. ნუ ეს მინდა ეს ინდონეზია, ბალი, ეს მალდივები, ეს ყველაფერი ვნახო ეს კუნძულები და სამოთხის რაღაცა სილამაზე და ძალიან მაინტერესებს კიდე სამხრეთ აფრიკა. სამხრეთ აფრიკა ძალიან საინტერესოა. აუ ძალიან და ისეთ აფრიკის ლანდშაფტი იმდენად განსხვავებულია, რომ აი ესეც ჩემი ოცნებაა, რომ აი აფრიკაში დალი ჩიტალაძე ემზადება პლანეტის მეორე ნაწილის დასაფარებლად. და თან წამიყვანეთ უწახვა. კი ბატონო. და ჩემი ძალიან დიდი სტურვილია, რომ ჩვენ ერთად გავიაროთ რომელიმე წითელ ხალიჩაზე. ვაიმე, ეგ ხო საერთოდ მიმართულებით. ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან აუცილებლად. მე ხო რაღაცა როლები მაქვს ნათამაშები კინოხელოვნებაში. კინოსთანაც ახლო, მოდასთანაც ახლოს და წითელი ხალიჩა გეწახის და ეს უნდა შევასრულოთ ჩვენ აუცილებლად. გაიხარე, ამინ. ისურვებ. ამინ. და ბედნიერი მგზავრობა ისევ და ისევ ნიუ-იორკისკენ ველოდებით პირად სოციალურ ქსელში კარგი ვიდეო ბლოგებისა და ფოტოების გაზიარებას. ახალ სტილსაც ავითვისებთ თქვენთან ერთად. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ნახვამდის დიდი მადლობა დალი ჩიტალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. შემდეგ კვირაში რა თქმა უნდა ახალი სტუმრით და ახალი სამოგზაურო მარშრუტით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.